ძალიან ხშირად, როცა ხელის დაბუჟება ვინმეს აწუხებს, ფიქრობს, რომ ხომ არ არის ეს გამოწვეული თრომბით და ამის გამო აბარებს კოაგულოგრამას. ეშინია მართლა თრომბი არ ქონდეს, მაგრამ მან არ იცის, რომ თრომბი ხელის დაბუჟების გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია. მოდი მეგეთყვი 4 ყველაზე უფრო ხშირ მიზეზს, რაც შეიძლება იწოდეს ხელების დაბუჟებას და თუ გეცნობოდა ეს მიზეზები, მაშინ ბუნებრივია ამ პრობლემასაც მარტივად მოვუყარებდი. ყველაზე ხშირი მიზეზი ის გამოჩერება ადამიანს ხელები უბუჟდებოდეს, ეს არის მაჯის გვირაბის სინდრომი. აქ საუბარია დაავადებებს შორის, რა თქმა უნდა. მაჯის გვირაბის სინდრომი ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ჩვენ მაჯის არეში გვიზიანდება მედიანური ნერვი. ეს ნერვი შეიძლება თქვა დაზიანდეს, იმიტომ რომ იქ რაღაცები გროვდება. აი თქვა, როცა ფარისებჭირკვალი დაქვეითებული აქტივობისაა, ანუ ჰიპოთირიოზია, იქ გროვდება ხოლმე მუკოპოლისაქარიდები. როცა პაციენტს აწუხებს თქვა რევმატოიდული ართრიტი, იქ გროვდება ხოლმე ატიფითი კომპლექსები. როცა სიტუაცია თქვა ადამიანს აქვს თქვა ფეხმძიმობა, იქ გროვდება დიდი რაოდენობით სითხე. მოგეთხოვთ თქვა ფეხმძიმეებში, ფარისებჭირკვის დაქვეითებული აქტივობის მქონე პაციენტებში, სახსროვანი დაავადებების მქონე პაციენტებში თითების დაბუჟება მოსალოდნელია თქვა მაჯის გვირაბის სინდრომის გამო. ეს შეიძლება ასევე იმ პაციენტსაც ჰქონდეს, ვისაც თქვაზე ხელი მთელი დღე უდეს თქვა მაგიდის კიდეზე, რომ კლავიატურაზე ასე წერს. ან მაუსს იყენებს სულ ასე რეგულარულად. ასეთ შემთხვევებში მან შეიძლება ქონდეს თითების დაბუჟება, განსაკუთრებით პირველ, მეორე, მესამე და ნაწილობრივ მეოთხე თითებში. ეს დაბუჟებები ამ შემთხვევაში, როგორც უკვე გამოვიდი, გამოწვეული არის მედიანური ნერვის დაზიანებით. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ადამიანს თითების დაბუჟება ჰქონდეს, ეს შეიძლება იყოს ცერვიკული რადიკულოპათია. ეს რას ნიშნავს? ანუ ამ შემთხვევაში ზიანდება კისრის არენა გამომავალი ფესვები. ჩვენ კისრის არენა გამოგვდის 8 წყვილი ფესვი და ამ 8 წყვილი ფესვებიდან, მაგალითად მე-6, მე-7 და მე-8 თითებს აინერვებს. თუ ადამიანს აქ იქნება თქვა მათაშუა დისკების პათოლოგიები, მათ შორის პროტრუზიები, ან თიაქრები, მათაშუა დისკებისა, შეიძლება ეს წნულები დაუზიანდეს, ეს ფესვები დაზიანდეს და ამ შემთხვევაში უკვე მას ჰქონდეს დაბუჟების შეგრძნებები თითებში. მაგრამ როგორც წესი, ასეთ პაციენტებს ეს ჩივილები არა მარტო შეიძლება ჰქონდეს დისტალურად, ანუ თითების დაბლოებებში, ასევე შეიძლება იყოს თქვა მხრის მიდამოშიც და თანხლებული იყოს მაგალითად კისრის ტკივილითაც. ანუ კისრის პათოლოგიები შეიძლება იწვევდეს თითების დაბუჟებას. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი ძალიან ბევრი ადამიანს აქვს, მაგრამ არც კი იცის, რომ მას შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, იმიტომ რომ ტესტი არ ჩაუყარებია და ფიქრობს, რომ მას ეს არ აქვს. მაგრამ დიაბეტი არის ძალიან ჩუმი დაავადება და როცა სიცხეში შაქრის შემცველობა იმატებს, ეს შაქარი მე ქსოვილებში გარდაიქმნება სორბიტოლად და ასევე იწვევს ზოგიერთი ცირის გლიკოზილირებას, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ნერვულ ქსოვილს. და ითარდება ნეიროპათია, რაც დიაბეტური ნეიროპათიის სახელწოდებითაც ცნობილი. როგორც წესი, ეს პაციენტი შეიძლება ჰქონდეს თქვა კონკრეტულ რაღაცა ერთ მიდამოში ეს ნეიროპათია, თქვა მათ შორის დაბუჟების შეგრძნება თითებში, ან შეიძლება ეს თანხლებული იყოს სხვა ორგანოების დაბუჟების შეგრძნებითაც, ეს შეიძლება იყოს თქვა ტერფებიც, არა მარტო მტევნებში იქნება დაბუჟების შეგრძნება, ასევე ტერფებშიც. მოკლედ დიაბეტი ასევე არის ჩუმი დაავადება, რაც შეიძლება იწვევდეს დაბუჟების შეგრძნებებს, ასე რომ გლუკოზის კონტროლი, სწორი კონტროლი, რა თქმა უნდა, იქ ვითარყოფილებით, სწორედ შევა იქნებოდა ამ შემთხვევაში. კიდევ ერთი მიზეზი, რადგან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ხელების დაბუჟება, ეს შეიძლება იყოს პერიფერიული ნეიროპათია. პერიფერიული ნეიროპათია გულისხმობს იმას, რომ ადამიანს გრძელი ნეირონების დაბლობები უზიანდება ხოლმე. ეს რამ შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე უფრო ხშირად ჩვენს რეალობაში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინების ნაკლებობით. აი მაგალითად ვიტამინი B12-ის, B1-ის ან B6-ის ნაკლებობით. ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ვიტამინების ნაკლებობა, მაგალითად იმ პაციენტს, რომელიც ხორცს თითქმის არ იღებს. ან სიტყვაზე არ იღებს რაღაცა ცხოველურ პროდუქტებს ძალიან ხშირად. ასევე შეიძლება ქონდეს იმ ადამიანსაც, ვისაც აქვს თქვა მიდრეკილება ალკოჰოლისკენ, ну ხშირად იღებს ხოლმე ალკოჰოლს, ალკოჰოლის სამცხეოდ ხელს უწყობს ხოლმე ამ ვიტამინების სხეულიდან გამოწევებას. ან მაგალითად სიტყვაზე ეს ადამიანი ნაკლებად მიყვება ხოლმე ცხოვრების ჩანსახს წესს. ან სვავს თქვა ბჭყალებში კუჭის დამცავებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამ იღებს დიდი ხნის განმავლობაში მეტფორმის. ეს მედიკამენტები ასევე ხელს უწყობს მათ შორის ვიტამინ B12-ის შეწევის დაქვეითებას და დროთა განმავლობაში წლების მერე იწვევს დაბუჟების შეგრძნებებს. და ასევე არ დაგავიწყდეს, რომ პერიფერიული ნეიროპათია, ანუ ნერვების დაზიანება და მე დაბუჟების შეგრძნება ძალიან ხშირია მათ შორის ჩემს პაციენტებში, ანუ ონკოლოგიურ პაციენტებში, იმიტომ რომ ონკოლოგიური პაციენტები ხშირად გადიან ქიმიოთერაპიის კურსს. ქიმიოთერაპიის სრულობის დროს გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტი, როგორც არის პირობითად პაკიტაქსელი, ოქსალიპლატინი, დოცეტაქსელი, ბორტეზომებიც ასევე შეიძლება იწვევდეს სწორედ რომ დაბუჟების შეგრძნებებს და როგორც წესი ესენი მოგვარებადია სწორი მენეჯმენტის პირობებში. როგორც ხედავ, ხელების დაბუჟებას გქონია 4 ძალიან ხშირი მიზეზი. რო შევაჯამოთ, ეს არის მაჯის გვირაბის სინდრომი, მათაშუა დისკის პათოლოგიები, რაც ჩვენ
ცერვიკულ რადიკულოპათიის სახელწოდებით გავიცანით, ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი და პერიფერიული ნეიროპათიების სხვადასხვა ეტიოლოგიისა. მადლი დარჩევით თუ ამ რჩევას კიდევ ერთხელ ყურადღებით მოусმენთ, ასევე გავზიარებთ სხვებსაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს და გვინდათ რომ თრომბის შედეგი რეალობაში კი გამოწვევის სრულიად სხვა რაღაცა. ამიტომაც არის რომ მკურნალობენ, მაგრამ შედეგი არ აქვთ.